მოგესალმები. მივესალმები მთელს საქართველოს და შალვა, ესეც ხდება. ხო კარგია, კარგი ქვეყანა. რა თქმა უნდა. საქართველო. მაგრამ კარგ ოჯახზე უკეთესიც არაფერი არ არის. კარგ ცოლზე უკეთესი არაფერი არ არის. შვილზე უკეთესიც არაფერი არ არის, მაგრამ კარგ პარტნიორზე უკეთესიც ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. ახლა ამას რატო ვამბობ? მე და მეხტადი ვართ 30 წლის პარტნიორები. ეს პარტნიორობა გადაიზარდა ძმაკაცობაში. ნინი, შენ რო დაიბადე 10 წლით ადრე, მე და მეხტადი უმეგობრობდით. წარმოიდგინე, რამდენი 1000 ავტომობილი არის საქართველოში შემოყვანილი. ყველა ავტომობილი არის მეხტადის კომპანიით შემოყვანილი საქართველოში. აი უყურე ახლა რა მოხდა. აი უყურე, იღბალი არის. არ უნდა ვთქვათ იღბალი არ არის, არ უნდა ვთქვათ ბედი არ არის, მაგრამ თუ გინდა რომ იღბალი კონდეს, არ უნდა ჩაგეძინოს. ადრე უნდა ადგე და შენ საქმეს წინ უნდა შეხვდე. უყურე როგორ მოხდა. რა მოხდა, იმას ვყვებით ჩვენ გუშინ. ჩინეთიდან არის ჩვენი მეგობარი, კაის წარმომადგენელი, ეს არის ჩინეთიდან გოგონა, რომელიც არის თავარი მენეჯერი ერთი ძალიან დიდი კომპანიის, დატვირთა გემი, ტრაილერები გემზე და გამოუშვა დილერი ვართ, ოფიციალური დისტრიბუტორები გავხდით ჩვენ 1-2-3 თვის უკან და ავტომობილი წამოვიდა უფრო იაფი და მჯდარი იყო და უფრო ჩქარა რომ მოსულიყო, წამოვიდა დუბაიში. დუბაიში რაღაც მანქანები ჩამოვცალეთ და დუბაიდან უკვე მეხტადის ჩააბარეს მანქანები, რომელიც უნდა გამოეშვა. ჩვენი თვალით ნახეთ, რომ მეხტადიმ თავის ტრაილერზე დატვირთა ეს მანქანები, გამოუშვა და დუბაიდან უკვე ბანდარ-აბასში ჩამოვიდა. ეს ბანდარ-აბასი მოსახლეობამ როიცოდეს არის დუბაიდან როცა აგზავნი ავტომობილებს ყველაზე დიდი პორტი. ამ პორტში ჩამოვიდა ერთ დღეში რა, 2 დღეში მანქანები. ჩამოიცალა. ისევლე დაიტვირთა სხვა ტრაილერზე და წამოვიდა საქართველოსკენ. ერთი დღის წამოსული იყო ტრაილერები საქართველოდან, ომი რო დაიწყო ირანში. იმდენად დიდი ომი, მასშტაბური ომი დაიწყო, სპეცოპერაციები, მთელი ირანი დაიბომბა. ჩვენ ჩავიქნიეთ ხელი, რომ მანქანები გამორიცხულია, არ ჩამოვა ვისა მანქანის თავი, მაგრამ დაახლოებით არის 15000 ტრაილერი, წარმოიდგინე. და მეხტადი იმდენად ივაშკაცა, იმდენად იმუშავა, რომ ყველას უხსნიდა, რომ საქართველოს ომში არაფერ შუაში არ არის და საქართველოს მანქანები არ გავაჭეროთო და მეხტადიმ ეს ჩვენი 6 ტრაილერი სახელმწიფოს დახმარებით, ირანის სახელმწიფოს დახმარებით, მხოლოდ 6 ტრაილერი წამოვიდა კოტე. 15000, 20000 ტრაილერიდან მარტო წამოვიდა 6 ტრაილერი, რომელშიც 6 ავტომობილი იყო და ეს ჩემთვის პირადად ბიზნესში არასდროს არ წამიგია. ყველაფერი გათვლილი მქონდა, მაგრამ ომი თუ დაიწყებოდა, ეშმაკიზე ადრე უნდა იყო დაბადებული, რომ გაიგო ომი როდის დაიწყება რა იცი. მაგრამ სიტუაცია დაძაბული იყო, მაგრამ რაღაცა კუთხით გავრისკეთ. და ჩვენ ჩავიქნიეთ ხელი, რომ დავიღუპეთ, მანქანები არ შემოვა, ვისა აქვს შენი თავი, მაგრამ ახლა მანქანებსაც დათო გაჩვენებთ, მეხტადი აქ არის და ამისთვის დიდი მადლობა მინდა მეხტადის გადაუხადო. მეხტადი არის ადამიანი, რომელმაც თავი არ დაზოგა იმისთვის, რომ ეს ტრაილერები აქამდე ჩამოიყვანა. რა დაждდა ღმერთმა უწყის, მაგრამ დაждომაზე არაა საუბარი. აქ არის ინტერესზე, პრინციპზე და დიდი მადლობა მინდა ირანის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ეს ჩვენი გაიზიარა, ეს ჩვენი პრობლემებია თუ რაც იყო და მხოლოდ აზერბაიჯანის ტრაილერები არ გამოატარეს. არც ერევნის მარტო გამოატარეს საქართველოს ტრაილერები და ჩვენი კომპანიის მანქანები, რისთვისაც დიდ მადლობას
უხდით. Thank you for cooperate Welcome, and welcome. thank you for saving our vehicles in No this big problem. war. It's my You made job. everything, No and problem. Mr. Gela is telling that we are lucky persons and Yes. lucky company Yes, have like right. friend like you. Thank you for all. Welcome. Thank you. Мехтад, ты не мой партнер, ты мой уже брат. Брат. 30 лет друг, 30 лет Партнер, брат. брат, как фамилия, не... Я сколько раз сказал Мехтад, если что, иранским территориям, Мехтад есть Грузия, дом, дача, машина, офис, проблем Спасибо, нет. Георгий, Это спасибо, война. спасибо, да. Спасибо за все. Пожалуйста. და ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას ნინი ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო და დათო ახლა ჩვენ მივდივართ რესტორანში ეს უნდა აღვნიშნოთ და მერე დავცალოთ ავტომობილები და ამ დროის განმავლობაში ავტომობილებსაც ვაჩვენებთ როგორ შეარქვი დათო ომს გამოქცეული ავტომობილები ნამდვილად დიდი მადლობა ყველა ქვეყანას, ირანის მხარეს, აზერბაიჯანის და ჩვენი ქვეყნის. ყველა საბაჟოს ჩვენს წარმომადგენლებს, აი რომლებიც საქართველოს დაგვეხმარებიან. მართლა აი აზერბაიჯანის საბაჟოს საქართველოს საბაჟოს რომ აი ეს რაღაცა სასწაული მოხდა რომ ომს გამოქცეული მანქანები საქართველოში მაინც შემოვიდა და დიდი მადლობა საქართველოს საბაჟოს უფროს დიდი მადლობა ყველა მებაჟეს ვინც შუა ღამე 3-4 საათზე ეს ტრაილერები რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოგვეყვანია გისურვებთ აბა წარმატებებს ეს არის საქართველოს ეს არის ქართველები და ეს არის საქართველოს მაგარი სახელი